განვიხილოთ ერთ კლავიშა რევერსული ჩამრთველი და მასზე დავაერთოთ ერთი ნატურა. გამანაწილებელი კოლოფის პრინციპით აქაც. რევერსულ ჩამრთველს ერთ კლავიშას ყოველთვის ექნება ერთი შემცვლელი და ორი გამცვლელი, რადგან აუცილებელი არის მიეწოდებოდეს მას ფაზური დენი და ასევე მეორე რევერსულ ჩამრთველთან ორი ხაზით უნდა იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში განვიხილოთ ისევ გამანაწილებელი კოლოფი, ეს არის მთლიანობაში გამანაწილებელი კოლოფი. გამანაწილებელი კოლოფში შემოდის ნეიტრალური და ფაზური დენი. განმეორდეთ ისევ n არის ნეიტრალური დენის აღნიშვნა, l არის ფაზური დენის აღნიშვნა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ამას იზიარებს მთელი მსოფლიო ელექტროსისტემებში. რაც შეეხება უკვე შიგნით გამანაწილებელ კოლოფში განაწილებას, აუცილებლად იქნება ნატურისკენ მიმავალი ორწვერასადენი, ლურჯი და წითელი, ლურჯში გაივლის ნეიტრალური დენი, წითელში გაივლის ფაზური დენი. ჩვენ შეგვიძლია ლურჯი პირდაპირ დავაერთოთ, რადგან ნეიტრალურ დენზე კონტროლს ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვაკეთებთ და ის მუდმივად მიეწოდება ნატურას და გავაკეთოთ კონტროლი ფაზურ დენზე. ფაზური დენი ჩამოდის პირველ ჩამრთველზე, ეს ვთქვათ პირველი რევერსული, ეს მეორე რევერსული. პირველ რევერსულზე როგორც კი ჩამოვა ფაზური დენი და დაერთდება შემცვლელ ერთ კონტაქტზე, ბევრ რევერსულ ჩამრთველს შემცველზე აღინიშნება წითელი აღნიშვნით და ასევე შეიძლება იყოს ისრები. ერთი შემცვლელი, ორი გამცვლელი. ორი გამცვლელით, აი ამ გამცვლელებით გამანაწილებელი კოლოფის გავლით ისევ, ან შესაძლებელი არის პირდაპირ მათ შორის კავშირი დამყარდეს კოლოფის გვერდის ჰავლით, თუმცა სქემა გვიჩვენებს, რომ კოლოფის გავლით გადის. შემოვიდა კოლოფში ორი ხაზი, ეს უკვე არის ჩამრთველიდან მომავალი და ეს ორი ხაზი წავა ჩამრთველზე, შემცველზე მიმავალ ორზე. აი, აუცილებლად აი აქ. ხოლო იგივე პოზიცია უკვე რაც ქონდა აქ შემცვლელი, ეს ამ პოზიციაში უკვე გამომცვლელად ჩაითვლება და ეს წავა უკვე აგერ ხედავთ კიდეც ნატურაზე. თუ ჩვენ მოვახდენთ ახლა გადართვას, აუცილებლად მოხდება ჩართვა, გამორთვა. ამ შემთხვევაში ერთი პოზიცია მუშაობს და ჩართულია ნატურა, მაგრამ თუ ჩვენ მას ამ პოზიციის მეორე ჩამრთველს გადავდავთ, ნატურა გამოირთო. აქვე შეგვიძლია პირველით ჩავრთოთ და მეორით ისევ გამოვრთოთ, მეორით ჩავრთოთ და პირველით გამოვრთოთ. ეს არის გადართვა ჩართვის პრინციპი. ახლა დავაკვირდეთ, ამ შემთხვევაში გამორთული არის და ჩავრთოთ. რა მოხდა? ის გაშავებული ხაზი, რომელიც იყო გაწითლდა და გაიარა ხაზმა მეორე ხაზის საშუალებით და შეიკრა წრედი, რის საშუალებითაც აინთო ნატურა. თუმცა ისევ რომ მოვახდინოთ გადართვა, აქ უკვე გამოირთო ხაზი და თუ პირველ ჩამრთველს გადავრთავთ, უკვე ისევ შეიკრება ხაზი. ეს არის პრინციპი რევერსული ჩართვის, რაც მუშაობს ორ კლავიშებზე, სამ კლავიშებზე, თუმცა მანდ ჭირდება ორმაგი, რაც შეეხება უკვე შუალედურ რევერსს, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ.